თბილისში სან-მარინოს საკონსულო გაიხსნა საპატიო კონსული დონატო ლანატი იქნება. ლანატი სან-მარინოს რესპუბლიკის მეორე საპატიო კონსულია. ღონისძიებას დიპკორპუსის საერთაშორისო ორგანიზაციების და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. Oggi è una bellissima giornata per me. პირველად როდესაც საქართველოში 2006 წელს ჩამოვედი, მქონდა შეგრძნება, რომ თავიდან დავიბადე. ეს შეგრძნება კი მას შემდეგ გამიმწვავდა, რაც საქართველოს მოქალაქეობა მივიღე და სან-მარინოს რესპუბლიკამ ეს წოდება მომანიჭა. დღევანდელი დღე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ სან-მარინო და საქართველო ძალიან გვანან ერთმანეთს. ისინი ცდილობენ თავისი ტერიტორიების დაცვას. დიდი პატივი მაქვს და ჩემი მისია იქნება უფრო გავაღრმავო ის მეგობრობა, რომელიც ამ ორ ქვეყანას შორის არსებობს. ძალიან მიხარია მე როგორც ბადაგონის კომპანია ბადაგონის წარმომადგენელს დღეს აი ამ მარაქაში მონაწილეობის მიღება, იმიტომ რომ სწორედ კომპანია ბადაგონის ქართული ღვინის დამსახურება ის რომ დოქტორი დონატო ლანატი სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საუკეთესო მეღვინე საქართველოს მოქალაქეა, საქართველოს დიდი მეგობარია.